აი მეგობრებო, მე მგონია, რომ აი ზუსტად სადღაც 15 წელიწადში ეს პრობლემა ნაკლებად გაიქნება, რაც თქვი მე ამ ფეხბურთელების არა ყოველდღე. ფეხბურთელების სიმცირეზე. რის ხარჯზე? რის ხარჯზე და უკვე ბევრი ბიჭი დადის ფეხბურთზე. რა სასწაულად. იმატა მასობრიობა. ეგ კარგი გადასარევია ხო ბოდისკიხთი. თქვი და მე ხო და ასაკობრივი ლიგები. ოღონდ ის რა ქვია, მე ეს ეს ბიჭები სად უნდა მოხვდნენ მე ბევრი ფეხბურთელი როდაც მე გუნდში უნდა მოხვდეს ხო? გუნდში უნდა მოხვდეს, მაგრამ ეხლა მოდი ასეთი რაღაცა ამას წინათ კითხულობდი ასეთი ინფორმაცია იყო რომ სადღაც შენდება 23 სტადიონი თუ მოედანი კეთდება საქართველოს მასშტაბით რაღაც სამთავრობო პროგრამა იყო. ჩავხედე 23-დან რამდენია იცი ნამდვილი ბალახის მოედანი არც ერთი. ხელოვნური 23 არის ხელოვნური. ანუ უყურე ის ბავშვი რომ მამას მიყავს 5 თუ 6 თუ რომელი წლის ასაკშიც ფეხბურთზე. ეს სრულწლოვანი რო ხდება და უკვე კლუბში რო უნდა მივიდეს. ბავშვს ბალახი ნანახი არა აქვს. აი თვალით მაგრამ მოქმედებს. ბალახი როგორია არ იცის. მაგრამ მოქმედებს. ხვდები რომ 18-19 წლის ბიჭმა არ იცის ბალახი როგორია. ბალახზე არ გაუულია, არც ფეხში შვილს გაუულია და არც ბუცით გაუულია. მან კიდე მეორე მომენტი, აი ხელოვნურსაც გააჩნია. ზოგან არის მართლა ნორმალური დონის ხელოვნური, ზოგან არის ლამის ბეტონზე თამაშო. რატო აქ ხა კიტეიშვილს ამდენი ხანის ტრამვები და ისა რა, ან ჩაკვეტაძეს, რა ვიცი, სად გაიზარდნენ ახლა აი არ ქონდათ სანამ დინამოში მივიდოდნენ ის პირობები. დინამოში უკვე ქონდათ. სად გაიზარდნენ? ბეტონზე გაიზარდნენ. ბეტონზე ერთი საფარია და რა ვიცი რა, მოკლედ ძალიან რთულია რა საქართველოში გაზრდა უბრალოდ მასო მე იქიდან გამომდინარეობ რომ სიტყვაზე 7000 ბავშვიდან რო არჩევდა სად კიდე 35,000 ბავშვი. კი, რასაკვირველია გეთახმები, უბრალოდ აი ამას რომ ბავშვების რაოდენობა წამოვიდა, ამან თავის მხრივ მეორე ეტაპზე უნდა გააკეთოს ის, რომ ბეტონზე კი არა თამაშო ეს ბავშვები, ათამაშო მოედანზე ათამაშო. იქ ჩემპიონატში კლუბები ქობულეთი შუქურა კი არ უნდა თამაშობდეს იქ. არ მინდა გახსენება რაღაცეების. 9-0 რო ზედიზეც 3 თამაში რო წააგო 9-0. და ეგეთი რაღაცეები რო ხდება, ნუ მუსელიანმა ეს მასობრიობა აზრს გიკარგავს უკვე ხვდები, თუ მე იქ არ წამოეწია კარგი სავარჯიშო პირობები, იქ თუ არ წამოეწია ჩემპიონატის ნორმალური დონე. გინდა 35,000 იყოს, გინდა 135,000 ბავშვი. ავისთავად გოგიტა და ნახე ერთი მარტივი მაგალითია რა. დინამოს აკადემია ხო ყველა მიცით რომ კარგად მუშაობს და ეს ყველა. აი დინამოს აკადემიას თითოეულას აქვს ისეთი ცოტა აქვს, ისეთი გადამწყვეტი თამაშები და მნიშვნელოვანი თამაშები, რომ ბავშვ ზოგიერთი ოფლის გარეშე იგებს იმ თამაშს რა. 12-0-ები, 11-0-ები, ისა სულ ერთი 6 თამაში აქვს წესიერი რა. სადაც რა ვიცი მეტოქე წინააღმდეგობას უწევს და რას ვამბობ, აი კლუბებმა იქნებ რა ვიცი რაღაცნაირად რაღაც გონშმოეგო. ხა? ხო, გონშმოეგო. ხო. როგორ უნდა მოეგონ გონს? ანუ ყოლე გონს რომ მოეგო სურვილი უნდა კონდეს გონს მოგების რა. ერთმანეთს არის გადაბმული. ანუ იმდენი რაღაცა ერთმანეთზე გადაბმული. რო ის რა ქვია, ერთი რგოლი ამოვარდა და გაწყვეტილია შენი ჯაჭვი. ბევრი რაღაც უნდა გადაებას ერთმანეთზე და მათ შორის არის ის აი შენი კლუბების აი სურვილიც რომ რაღაცა კლუბს გავდეს. და არ იყოს რაღაცა იქ რაღაცა. საბიუჯეტო ფულის საჭრელი დაზგავს. თქვა პირდაპირ დავარკვათ ყველაფერს თავის საკუთარი. კი ბატონო, არასწორია ესა, ეს ყველაფერი რომ გუნდს, ესე იგი ფაქტობრივად არ უნდა, არ აქვს იმის არც სურვილი და არც მისწრაფება რა, რაღაცა ის რომ გეგმაც და რომ აი გააკეთოს ამ ახალგაზრდებზე სეგმენტი, აი გაწეროს, გეგმა გაწეროს, ხო? ხედავთ ახლა აი ეხა იმ დროს ხუმრობდი რა რამდენი ფეხბურთელი დაგროვდა, რომლებსაც ყოფილ იმდენი აი 9 გუნდში აქვს ნათამაშები, მეტოქე 9 გუნდში და გოლებს ვერ აღნიშნავენ რა. გოლებს აი გოლს გაიტანს და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ აღნიშნავს ესე ხო და
ჯო გასაგები. ეგ მოაქვს არასტაბილურობას რა, იცვლიან კლუბებს, რა ვიცი, მილიონჯერ, ან როგორ ასტრებენ. საბოლოოს მივდივართ მაინც იქამდე, რა უიკაცრავთ. როგორ ასტრებენ და ეს არის, რა ქვია, რაღაც ერთწლიანი კონტრაქტები აქვს, რომ ბევრი პატიომი აიღონ. სიმართლე თუ გვინდა ეგ არის. ეგ არის. ხო და მაგას ვამბობ, ამ კლუბს არა აქვს გაწერილი პროგრამა. აი ხა ზაფხულში ხო არის გაიცათ ევროთასები. დაიწყე რა მომზადება იანვარში რა, ამისთვის რა. ვინ გიშლის ხელს? რატო იწყებ ივნისში რო თამაში გაქვს 28 ივნისს რო თამაში გაქვს რატო იწყებ მზადებას 8 ივნისს ხო და აი ეგეთი რაღაცები რა ვიცი ხა აი უკვე დამღლელია ეს თუ რაღაცა არ გამოსწორდა და ის არისო ჩვენ ახლა უკვე ისეთ პრობლემებს შევეხეთ ამ საქართველოს საფეხბურთო მეურნეობას შევეხეთ ეს არის ამოუწურავი თემა და იმ ხელა ისეთი კომპეტენტურმა ხალხმა არა ჩვენს ვიმსჯელოთ ოღონდ ამას უნდა დაუთმოთ ალბათ ნახევარი გადაცემა კი არა გადაცემების მთელი ციკლი შეგვიძლია დაუთმოთ და არ ამოიწურება ეს თემა რასაც ქვია ქართული საფეხბურთო მეურნეობა რა ვიცი აი საკლუბო მე უბრალოდ ერთს ვისურვებდი რომ უფრო მეტი იყოს აი ეს მსჯელობა რა და ეს ვინმე დააორგანიზოს ეს ყველაფერი და იყვნენ ფედერაციის თუნდაც ამდენიმე წარმომადგენელი, ჟურნალისტები, არ იქნება ეს მსჯელობა, ილო. წინასწარ გეუბნები, რომ ანუ შენი სურვილი აბსოლუტურად სწორია და სრულად გეთანხმები მაგ სურვილში, მაგრამ არ იქნება. მითხარიება. არ იქნება. მაინც ყველა თავისას დედა. მაგრამ არა, მაქსიმუმი არის აი სამი კაცი ვხედვართ და ვსაუბრობთ ამ საჭირო ბოლოტო. არა. ესეც კარგია. არაკვება, იცი, აი ეს რამდენიმე კაცის იქით ამ თემაზე აი ესეთ ფართე საუბარს, სადაც იქნებიან ფედერაციის ადამიანები, სადაც იქნებიან კლუბები, იქნებიან არაკვება ამაში არავინ აგერ თავს დავდებ თუ გინდა. ჩვენ წრეში ვისაუბრებთ ამაზე, ხმამაღლა ვისაუბრებთ, წვავედ ვისაუბრებთ, მაგრამ ის რომ აქ მოვიდნენ და ფედერაციის და კლუბების წარმომადგენლები დასკდნენ და აი ამ თემებზე ვისაუბროთ, სადაც გინდა იქ დასკდნენ, არ იქნება ეგ საუბარი. არაკვებიან. ანუ თემას ჩააჩვენებს. აი შენს გარდა არავის არ სჭირდება ამ თემაზე ესეთი ღია და საჯარო მსჯელობა. აი ეს არის პასუხი. აი მაშინ არავის არ სჭირდება. ჩვენ თუ აი ამ წუთა ხო ჩვენ საუბრობთ რომ კლუბებს არ აქვს ეს ინტერესი, ხო? ინტერესი თუ არ აქვს, რატო დაგიჯდება და რატო აკვება ამ თემატურ მსჯელობაში? არ აკვება. მე დავუწევთ. ეხლაც ვთქვათ. აჰა.